დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ორგანიზმის განტვირთვა ახალი წლების შემდეგ. ახალი წლის დღეების შემდეგ, როდესაც ტრადიციულად მიღებულია უხვი და ნოყიერი კერძები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც მდიდარიან იგზით სუნელებითა და სანელებლებით, ორგანიზმის განტვირთვა და გაჯანსაღება მნიშვნელოვანია. გადატვირთული საჭმლის მომნელებელი სისტემა შესაძლოა იწვევდეს დისკომფორტს, სიმძიმეს, დაღლილობას და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს. ამიტომ აუცილებელია სწორად დააბალანსოთ თქვენი კვების რაციონი და ცხოვრების წესი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ დაეხმაროთ ორგანიზმს აღდგენაში. დატენიანება, ორგანიზმის დეტოქსიკაციის პირველი და მთავარი ნაბიჯი საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებაა. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 მაისი ლიტრი წყალი. წყალი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას თირკმელების და შარდის საშუალებით. სასარგებლოა მცენარეული ჩაი, განსაკუთრებით გვირილის, პიტნის, ჯანჯაფილის ან მწვანე ჩაი. მოერიდეთ გაზიან სასმელებსა და ალკოჰოლს, რომლებიც აფერხებენ ორგანიზმის გამართულ მუშაობას. კვების რეჟიმი, ეცადეთ იკვებოთ რეგულარულად და მცირე ულუფებით. არ გამოტოვოთ კვება და არ მიიღოთ საკვები დაუგეგმავად. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას და თავიდან აგარიდებთ გადატვირთვას. ფიზიკური აქტივობა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სიარული, ცურვა ან იოგა, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და საჭმლის მონელების პროცესს. ივარჯიშეთ რეგულარულად, მაგრამ არ გადაიტვირთოთ თავი. რაციონის კორექტირება. ბოჭკოვანი, მიირთვით დიდი რაოდენობით ბოჭკოვანებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და პარკოსნები. ბოჭკოვანი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ნაწლავების მოქმედებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ხილი, ვაშლი, მსხალი, ბანანი, კენკრა, მოცვი, ჟოლო, მარწყვი. ბოსტნეული, ბროკოლი, სტაფილო, ისპანახი, კიტრი, პომიდორი, ხაბაკი, ჭარხალი. მარცვლეული, შვრია, ქერი, ციციბურა, ყავისფერი ბრინჯი. პარკოსნები, ლობიო, ოსპი, ბარდა. მსუბუქი ცილები, აირჩიეთ მსუბუქი ცილები, როგორიცაა ქათმის მკერდი, თევზი, კვერცხი და ტოფუ. მოერიდეთ ცხიმიან ხორცს, შემწვარ საკვებს და დამუშავებულ პროდუქტებს. ცილა მნიშვნელოვანია ორგანიზმის აღდგენისა და კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებისთვის. ჯანსაღი ცხიმები, მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები ზომიერად, როგორიცაა ავოკადო, თხილი და ზეითუნის ზეთი. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას. პრობიოტიკები, ჩართეთ რაციონში პრობიოტიკებით მდიდარი საკვები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი და მჟავე კომბოსტო. ისინი ხელს უწყობენ ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის აღდგენას, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების პროცესისთვის. სუნელებისა და სანელებლების შეზღუდვა, ახალი წლის შემდეგ შეამცირეთ სუნელებისა და სანელებლების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სანელებელი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მათი ჭარბი მიღება შესაძლოა აღიზიანებდეს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მოერიდეთ დამუშავებულ საკვებს, მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს, შებოლილ და შემწვარ საკვებს, ტკბილეულს, გაზიან სასმელებსა და ალკოჰოლს. ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არაჯანსაღ ცხიმებსა და დანამატებს, რომლებიც აფერხებენ ორგანიზმის გამართულ მუშაობას. წვნიანი, მსუბუქი ბოსტნეულის წვნიანი, რომელიც მზადდება მცირე რაოდენობის მარილისა და ცხიმის გამოყენებით, შესანიშნავი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად. სალათები, ახალი ბოსტნეულის სალათები, რომლებიც შეზავებულია ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით, დაგეხმარებათ ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებაში. მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული კერძები, შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ მოხარშულ ან ორთქლზე მომზადებულ კერძებს. ეს საშუალებაა შეამციროთ ცხიმის შემცველობა საკვებში. საკმარისი ძილი, ეცადეთ დაიძინოთ დღეში 7-8 საათი. ძილი ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენასა და დეტოქსიკაციას. სტრესის მართვა, სტრესმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ისარგებლეთ რელაქსაციური ტექნიკებით, როგორიცაა მედიტაცია, იოგა ან სუნთქვითი ვარჯიშები. კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს ან დიეტოლოგს. სპეციალისტმა შესაძლოა შეიმუშაოს ინდივიდუალური გეგმა თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით. მაგალითი კვების რაციონი რამდენიმე დღის განმავლობაშია. საუზმე, შვრიის ფაფახილით და თხილით, ან იოგურტი კენკრით. სადილი, მსუბუქი ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული ქათმის მკერდი სალათთან ერთად.
ვახშამი, ორთქლზე მომზადებული თევზი ბოსტნეულით, ან ტოფუს სალათი. შუალედური კვება, ხილი, თხილი, იოგურტი. აიცავით ეს რჩევები და დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს აღდგენაში. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება მნიშვნელოვანია თქვენი საერთო კეთილდღეობისთვის.